თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის თბილისი 2015-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში, რომელსაც პარტნიორობას პალიტრა მედია უწევდა, გამარჯვებული 8 ნომინაციაში გამოვლინდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დაჯილდოების ცერემონიის დაწყების წინ განაცხადა, თბილისი 2015 მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მოქმედების კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კულტურული ცხოვრების განვითარებას, გააქტიურებას უწყობს ხელს და განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის, ვინც თავისი ძალების მოსინჯვას იწყებს. საინტერესო ნამუშევრები შეირჩა. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ბოლო მომენტამდე აი სანამ სცენაზე არ მიიწვიეს გამარჯვებულები, ფაქტიურად ჟიურიმაც არ იცოდა თუ ვისი ნამუშევარი დაჯილდოვდა. კონკურსები შემოთავაზებული, რაც მთავარია გამჭვირვალედ ჩატარდა ყველაფერი, აი ჩვენ პრინციპში სცენაზე ვიგებთ გამარჯვებულების შესახებ.